ქალბატონო რუსუდან თქვენი ისტორიაც რა თქმა უნდა ყველას საინტერესებს, ხო? თქვენი როგორ მოხდა? თეატრალური ამბები, აი პირველი ეტიუდი და აი ესე შემდეგ თუ კი რამე თქვენს ვინ გაიძულოთ თუ? არა, მე არავინ არ მაიძულა პირიქით. მე ისეთი კურიოზი მქონდა, რომ პირიქით ხელს მიშლიდნენ. აი ხო არის რომ მშობლები დადიან და ხა საქმეს ჩაწყობა რომ მიდის ახლა გამოვად ჩემი ბავშვი და ცოტა იქნებ წაეხმაროთ მაღალი ნიშანდოთ. დედა ჩემი დადიოდა და გამვა ჩემ ბავშვი იქება დააკლოთ ნიშანი და ეგება ცოტა რაღაცა და უჩხარით. ხო, არ უნდათ, არა, ძალიან არ უნდათ. ანუ პირიქით ამბობი. ხო, პირიქით ზრუნავდნენ ძალიან და ძალიან უზრუნია და. ხო. ჩემი ძმა ესე პირდაპირ რომ გავდიოდი გამოცდაზე, კარებს გამოაღებდა და ტარსი მივიდა. კარგით რა და მას მერე როცა უკვე გახდით და მოყვაძე. ეხლა იმას მოსვლა უნდა და 1-2 ბილეთი ხო არ შეგიძლია სპექტაკლზე. კარგი. დაგჭირდით. ხო, ისე მახსოვს რომ ეს ლილიოსელიანი იყვან და ჯგუფს მაშინ და მე იქ ტურებში რო გავედი, ხო იცით, ეს არის მისაღები, მასე ჯერ სანამ გამოსა ტურები არის და ტურები უნდა გაიარო და ამ ტურებზე ძალიან ესე არც თუ სახარბიელოთ გამოვედი და დამიწერეს სამიანი. ნუ ბედნიერებს სიხარულის საზღვარი არ ქონდათ ოჯახში. ყოველთვის სამიანი დაუწერა და აბა ეხლა პროფესიაში რო სამიანს მიიღებ. იმეს მე ღირს ხო, მაშინ იყო ხუთბალიანი შეფასება, ხო? ხუთიანი იყო უაღლეს. ოჯახი რო პირუკუღა მომართული, ანუ სამიანი დაუწეს და ატყდა ქეიფი ოჯახში. გავლიოთ. ხო და ნუ მე აბა რაღა აზრი აქვს ეხლა გაგრძელებას იქ მე იყო ქართული ისტორია, წერაზეპირი ქართული რაღაცას გამოცდები იყო და მე ეს ქულები ჯამდებოდა. ზედაც კიდე ატესტატის ქულა ემატებოდა სკოლის და ეს ქულები ჯამდებოდა და ნუ მართლა ეხლა რეალურად ხო, მართლა იქულება მიშველა ქართულმა და ეს რა ქვია დავიჩემე რომ მიმიყვანეთ ლილიოსელიანთან და იმიტომ იმ პროფესიულ გამოცდებზე, იმ ტურებზე და იმაზე არიჯდა ქალბატონი ლილი ავად იყო და არ ესწრებოდა. ხო და მიმიყვანეთ ლილიოსელიანთან და ის როგორც ითქოს ისე იქნება. წავიდა ეხა ჩაწყობა, ეგა ლილის დაურეკეს და უთხრეს, ეხა მოიყვანენ და უთხარით რომ არ უნდა. კარგით რა. მიმიყვანეს და თან ძალიან კარგი ქალი იყო საერთო მეგობარი დედაჩემის და ליლის ქალბატონი ლალა თოფურძე არაჩვეულებრივი და დაურეკა მოკლედ ამ ქალბატონმა ლალამ და მივედით გამოვიდა ქალბატონი ლილი ვისაუბრეთ რაღაცა აბა ლექსი წაიკითხემ დედიკომ ეს რაღაც ავიკითხე მოკლედ ლექსი და აბა კარგად ზანდებოდეთ აბა ნახვამდის ქალბატონი ესე იგი არ უნდა ხო ესე იგი აბა მადლობთ აბა ესე იგი არა ხო ქალბატონი ლილი არა და რა ვიცი სერგო ზაქარიაძე სამჯერ ჩაჭრეს და ფილმი თქვა და აი მე მახსოვს რა აი ხო გაიგე არ თქვა არაო და გავალ ამ ქართულზე და ისტორიაზე რა მოხდა და ანუ მაინც მოეწოდეთ თქვენ ნუ ყოველ შემთხვევაში არაო არ თქვა და ხო და ეს იყო ჩემთვის აი მთავარი ქალბატონი ლილი პირდაპირ იტყო და რასაც ფიქრობდა არსებობს რაღაც შეილამაზები ქართულის და ისტორიის ქულები დამიგროვდა და იმან მიშველა რა